ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკავებული პირების საქმეების განხილვა გრძელდება. იმსჯელეს 9 იანვარს გზის გადაკეტვაში ბრალდებულ მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმეზე. ბრალდებულის თქმით, მას გზა არ გადაუკეტია და მისი ადგილზე მისვლის დროს აქციის მონაწილეებს უკვე დაკავებული ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. მომეცა საშუალება ჩემი პოზიციის გამოთქმის, მადლობა ჩემს ადვოკატს, მან უკვე სხვანაირად გაშალა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მე ზოგადად არა კონკრეტულ 9 იანვარს, ზოგადად სხვა დროსაც არასოდეს არ ყოფილ ვარ ასეთი გადაკეტვის მონაწილე და არც სამართალდამცავებისგან არასდროს არ ყოფილა რაღაცა მოწოდება, რომ თქვა თავი შევიკავო და მე ვარღვევ რაღაცა კანონს. პირველ რიგში, რავი, პროცესი დაწყება დაგვიანდა და დროზე რომ დაწყებულიყო, ალბათ შევძლებდით დაგვესრულებინა. ჩვენი მხრიდან გამოვიკვლიეთ ყველა მტკიცებულება, ფაქტია, რომ დასტურდება, რომ ქალბატონ ანას არ დაურღვევია არაფერი, მით უმეტეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია. ეხლავე შეეძლო, რა თქმა უნდა, დაესრულებია და გადაეწყვიტა საქმის ბედი და ეთქვა, რომ ქალბატონი ანა სამართალდამცავი არ არის და მასზე არ ყოფილიყო რაიმე ხასიათის პასუხისმგებლობა დაკისრებული, თუმცა სასამართლომ გადადება არჩია.